დავით ონოფრიშვილის მახრჩობელ არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მისგანაც ვერ ხედავთ საკმარის დამსაკეთს, მე ვშიშობ, რომ თლიანად აღმოსავლური ხელისუფლებაში ასეთ განწყობ მეფობს და ამ შემთხვევაში ონოფრიშვილი დიდი გამონაკლისი არ არის და არც თავარი დამნაშავეები იმისა რაც ხდება. აქ თელი სისტემა მუშაობს ისე რომ სამწუხაროდ ეს ხალხი დარჩა მშრალს. არსებობს ძალიან სერიოზული ობიექტური პრობლემები. მე რამდენჯერმე ვთქვი ბოლო დროის განმავლობაში, თავად პარლამენტიც კი 4 თვის განმავლობაში არის დაუფინანსებელი. დაუფინანსებელი არის სახელმწიფო კანცელარია და უმთავრესი სახელმწიფო სტრუქტურები. ფაქტია, რომ შეუძლებელია ყველას არ შეეხოს ის საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მაგრამ მადლობთ, თავად დავით ონოფრიშვილი ფინანსთა მინისტრი რომ მას არ აქვს არანაირი საშუალება, ვინაიდან იგი არ იღებს შემოსავლებს, მას უბრალოდ ხარჯების გასტუმრება ავალია და მე ასევე მახსოვს თქვენი განცხადება, როდესაც თქვენ თქვით, რომ არავის არ მისცემთ იმის უფლებას, რომ დავით ონოფრიშვილს შეაწმინდოს ხელები. კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო ეს განცხადება და ფინანსთა მინისტრი თუ არ მოხდება ხაზინის შევსება, ბუნებრივია ვერ გასცემს იმ ფულს ხაზინიდან, რომელიც ფიზიკურად არ იარსებებს.